სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავების 60%-ს კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები იღებენ. მაგალითად, ბატონი ნიკოლოზი ადგილობრივ გამგეობას მცხეთის რაიონში მიწების დაკანონებას სამართლიანად ედავებოდა. ვიძახიან არ არის სამართალი და სასამართლოზე ზეწოლაო და რაღაცა და სულ ხოდა იმედი რომ სამართალს არ დაიკარგავდა. და ასეც მოხდა. გამეიტანა ადგილება ჩვენ სასარგებლოდ. რო ვინმეს დაენახა იქ ჩვენი ხალხის მდგომარეობა, აი დაიჩოქენ პირდაპირ. იმისი ნატრიბუნის წინ დაიჩოქენ და ესე ახალაცებული მადლობა და მისი დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ გამარჯვებით დასრულდა. ენდე სასამართლოს და დაიცავი შენი უფლება. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავების 60%-ს კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები იღებენ. მაგალითად, დიდუბის რაიონის ერთ-ერთი პატარა ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს ქონების უკანონო გასხვისებაში ედავებოდა. სასამართლოში პირველმა ეტაპმა იმათ მიაკუთვნა, მაგრამ მერე სააპელაციომ და უზენაესმა გამოიტანა ნამდვილად სამართლიანი რა. ესე გადავიტანეთ მთელი ომი და სასამართლომ გვიშველა საკურველია ბოლოს. სასამართლოს მეშვეობით, ისევე როგორც უკვე მრავალმა სხვამ, მან სამართალი იპოვა. ენდე სასამართლოს და დაიცავი შენი უფლება. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავების 60%-ს კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები იღებენ. მაგალითად, რკინიგზის ათეულობით თანამშრომელი სახელმწიფოს უკანონოდ დაბეგრილი ხელფასის ანაზღაურებას უიმედოდ სთხოვდა. დაგვირგვინდა ჩვენი საქმე, როგორც სააპელაციოში, პირველ ინსტანციაში, სააპელაციოში და უზენაეშიც ჩვენ სასარგებლოდ. და სიმართლე გითხრათ, არც მეგონა ამ კრიზისის პერიოდში უმგამოვლილი ქვეყანა თუ შეძლებდა სახელმწიფო ამ თანხების დაბრუნებას. 54 კრედიტორის ოჯახმა გაიხარა. სასამართლომ გადაწყვეტილება 54 რკინიგზელის სასარგებლოდ გამოიტანა. ენდე სასამართლოს და დაიცავი შენი უფლება. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავების 60%-ს კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები იღებენ. მაგალითად, ბატონ რობერტ დიაკონიძეს სახელმწიფო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გამომუშავებულ თანხას არ აძლევდა. ნამდვილად არ ქონდა იმედი. მე ვფიქრობდი, რომ ისევე ძველებურად, როგორც განიხილავდნენ, ვარს მეტყოდნენ, მით უმეტეს, როცა დავამართ მეორე სახელმწიფო სტრუქტურასა, ფინანსთა სამინისტროსა, არ ქონდა იმედი და მეგონა, რომ ნამდვილად არ დავიყვავილებდეთ ჩემს თხოვნას, ჩემს საჩივარს. მაგრამ სამბედნიეროდ სულ სხვანაირად აღმოჩნდა და დააკმაყოფილდნენ ჩემი საჩივარი და გვანიჭეს ის თანხა, რომელიც მეგონა. მრავალი წლის სახელმწიფოსთან უიმედო ბრძოლის შემდეგ მას რეფორმირებული სასამართლო დაეხმარა კუთვნილი ფულის დაბრუნებაში. ენდე სასამართლოს და დაიცავი შენი უფლება. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავების 60%-ს კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები იღებენ. მაგალითად, ადვოკატი სახელმწიფოსთან წარმოებულ საგადასახადო დავებში იცავს უბრალო მოქალაქეებისა და წვრილი მეწარმეების ინტერესებს. ურთულესი დავა იყო იმდენად, რამდენადაც საკითხი ეხებოდა აქციზის გადასახადს. მოპასუხეები გახდათ როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, იმჟამინდელი საგადასახადო დეპარტამენტი, თბილისის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექცია და ფინანსთა სამინისტრო. სოლიდური თანხები იყო სახელმწიფო წინააღმდეგ მოგებული, რომ მე მაინც კმაყოფილი დავრჩი, იმიტომ რომ სამართლებრივად სწორად გადაწყვეტა ესა თუ ის საკითხი. სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფოსთან მოგებული 100,000 ლარი ახლა ამ პირთა ოჯახებს და მათი ბიზნესის განვითარებას ხმარდება. ენდე სასამართლოს და დაიცავი შენი უფლება.